მოდი ჩხუბზე უკეთესი გამოსავალი ვიპოვოთ. დავიწყოთ ლაპარაკი. კი ნამდვილად რთულია დავსხდეთ მაგიდასთან და ჩვენი წუხილები, ბრაზები, იმედგაცრუებების შიშები ერთმანეთს ემოციების გარეშე გაუზიაროთ. ერთმანეთს მოусმინოთ, ერთმანეთი დავაფიქროთ და სამომავლო ინტერესებზე გადავერთოთ. აი ამისთვის სწორედაც არსებობს მედიაცია და არსებობენ მედიატორები, რომლებიც ნებაყოფლობით ერთვებიან მოლაპარაკებების პროცესში. გამარჯობა. მე გახლავართ მედიატორი მეგობრებო და მინდა გესაუბროთ მედიაციაზე, როგორც დავის მოგვარების საუკეთესო არჩევანზე. 2019 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მედიაციის შესახებ და ამით მოსახლეობა შესთავაზა დავების გადაწყვეტის კიდევ ერთი, მაგრამ ყველაზე მოქნილი და მიმზიდველი ცივილიზებულ ქვეყნებში უკვე კარგად ნაცადი გზა. მედიაცია ურთიერთობების ახალი წესია, რომელიც გეხმარებათ მშვიდ და კონსტრუქციულ დიალოგში, თქვენი ინტერესების უკეთმიგნებაში და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაში. მედიაცია გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ მოლაპარაკება. აი მაგალითად, თქვენ კონფლიქტი გაქვთ მეზობელთან, ან ოჯახის წევრთან, ან რომელიმე კომპანიასთან თუ სხვა ორგანიზაციასთან, პარტნიორ კომპანიებთან, ვისთანაც ბიზნეს ინტერესები გაკავშირებთ. ხოლო ამ გაუგებრობას აქვს პოტენციალი გადაიზარდოს სამართლებრივ დავაში, ან კიდევ უფრო მეტიც, თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში ვიღაცამ სარჩელი აღძრა. იქნებით მოსარჩელის თუ მოპასუხის პოზიციაში, ყველა შემთხვევაში არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, რადგან თქვენი სიმართლის საპოვნელად მოცემული გზა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, გაურკვეველი პერსპექტივით, მატერიალური თუ ემოციური რესურსების ხარჯვით. სასამართლოში შეიძლება ადვოკატი დაგჭირდეთ და არც თუ ისე ცოტა საადვოკატო ხარჯის გაწევა მოგიწიოთ. შესაძლებელია თავი ვერ დააღწიოთ სასამართლო ხარჯებს. ამასთან გაგეფლანგებათ ძვირფასი დრო და ემოციურად მუდამ დაძაბული იქნებით. თქვენ ხომ წინასწარ არიცით ბედნიერი და სასამართლო დარბაზ თუ იმედგაცრუებული. თქვენი სიმართლის პოვნა მოსამართლეზეა დამოკიდებული და უსიამოვნო გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლებელია ვერც ვერაფერი შეცვალოთ თქვენს ასიკეთოთ. ახლა უყურეთ, რა ხდება მედიაციის დროს. მედიაცია არის უალტერნატივო საშუალება მხარეებმა თავად მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ყველაზე გამოსადეგი გადაწყვეტილება და თქვენვე განახორციელოთ მასზე კონტროლი. ხოლო მედიატორი, როგორც მოსამართლე კი არ გადაგიწყვეტ დავას მყუან მართლის შეჯიბრის მტკიცების საფუძველზე. არამედ იგი აიღებს პასუხისმგებლობას თქვენი მოლაპარაკების პროცესი წარმართოს ჯანსაღად, თქვენი შიშები არასასიამოვნო მოლოდინები ჩააცხროს დაპირისპირებული მდგომარეობიდან საუკეთესო ინტერესებისკენ მიგმართოთ და დაგეხმაროთ კონფლიქტის ამოწურვის გზების მოძიებაში. უნდა იცოდეთ, რომ მედიაციის წარმატებით დასრულების შედეგი არის არა სასამართლო გადაწყვეტილება თუ განჩინება, არამედ სამედიაციო მორიგება, სადაც თქვენს მიერ გაწერილი პირობების შესრულების ინტერესი გაგაჩნიათ. დაიმახსოვრეთ, რომ მედიაციაში არ არსებობს დამარცხებული. არსებობს მხოლოდ ერთობლივი გამარჯვება და შეთანხმებული ერთდროული სიკეთე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ადამიანებს მედიაციისკენ უბიძგებს. მედიაციას აქვს მკაცრად გასაიდუმლოებული ბუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფიდენციალურია არა მარტო სამედიაციო მოლაპარაკების პროცესის შინაარსი, არამედ თქვენი ინიციატივა და მონაწილეობა თავად მედიაციაში. ასეთი ფუფუნება სამართალწარმოებითი დავის გადაწყვეტის მოლოდინში არ გექნებათ, რადგან სხდომები საჯაროა გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. მაგალითად, თქვენ გაქვთ ოჯახური კონფლიქტი მეუღლეებს, ან დედმამიშვილებს თუ სხვა ნათესავებს, ასევე დავა გაქვთ კომპანიებს, ბიზნეს პარტნიორებთან თუ სხვა კომპანიებთან ან თანამშრომლებთან და ასე შემდეგ. თქვენი ამ დავების გასაჯაროება სულად შეიძლება არ შედიოდეს თქვენს ინტერესებში. უფრო მეტიც რეპუტაციის შელახვის რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ და დასახული მიზნების მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. მედიაციაში ამ უსიამოვნო რისკებისგან სრულიად დაცული ხართ. ამასთან შესაძლებელია თავად თქვენ განსაზღვროთ სამედიაციო სივრცე, სადაც მიიჩნევთ, რომ მოლაპარაკების პროცესი უკეთესად და უსაფრთხოდ წარიმართება. რაც შეეხება მედიატორის კიდევ ერთ პასუხისმგებლობას, იგი ნეიტრალური და მიუკერძოებელია. მას არ გააჩნია ინტერესი მოლაპარაკების შინაარსზე, იგი ყოველთვის იცავს ბალანსს მხარეებს შორის და იღებს პასუხისმგებლობას კეთილსინდისიერებასა და თანასწორობაზე. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მედიატორი შეიძლება იყოს იურისტი, მაგალითად როგორც მე, რომელმაც ხანგრძლივი პერიოდი ვიმუშავე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით სასამართლოში. ამჟამად კი ადვოკატი ვარ. თუმცა რადგან ვპოზიციონირებ არა როგორც იურისტი,
არამედ როგორც მედიატორი, იგივე მოლაპარაკებების სპეციალისტი. ასეთ დროს არ ვეწევი იურიდიულ დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციებს არ გავდივარ მხარეებთან. და ბოლოს, მედიაცია ნებაყოფლობითი პროცესია. მას ვერავინ დაგაძალებთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მასზე უარი თქვათ. მედიაციის შესახებ მეტ ინფორმაციას მორიგ ვიდეოებში გაგიზიარებთ, თვალყური ადევნეთ ჩემს ვიდეო რგოლებს და ბლოგებს და არ დაგავიწყდეთ მთავარი. სცადეთ მედიაცია.